მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ბატონი კალმან მიჟეი, რომელიც გახლავთ უნგრელი დიპლომატი და ეკონომისტი, რომელმაც 10 წლეულები გაატარა ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების ეპიცენტრში. მას უმუშავია უნგრეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს მასთან ერთად ვისაუბროთ უნგრეთში უახლოეს წარსულში მიმდინარე მოვლენებზე, შევაფასოთ რა მოხდა იქ და როგორი გავლენა შეიძლება ქონდეს ამ ყველაფერს მთლიან რეგიონზე, მათ შორის საქართველოსაც. გამარჯობა ეკა. მოგესალმებით. თქვენს შესახებ მოკლე შესავალი უკვე გავაკეთე, მაგრამ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, გსურს ცოტა მეტი გავიგოთ თქვენზე და თქვენს უნიკალურ გამოცდილებაზე, რაც ძალიან ინტერესოთ ხდით ჩვენთვის, რათა განვიხილოთ უნგრეთში ბოლო დროს მომხდარი პოლიტიკური ცვლილებები და მისი გავლენა რეგიონზე, მათ შორის საქართველოსაც, თუ თქვენც ისურვებთ ამის განხილვას. გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ. მადლობთ ეკა დაინტერესებისთვის. მაშასე, რა მოხდა უნგრეთში? ეს იყო იმიტომ, რომ გაჩნდა უკეთესი დემოკრატიის სურვილი, თუ ეს ეკონომიკური პრობლემების გამო მოხდა? რატომ შეიცვალა მთავრობა უნგრეთში ბოლო დროს? ასე რომ ამ ცვლილების მიზეზები მრავალმხრივია და ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი იყო 16 წლის განმავლობაში და ის არასოდეს დამარცხებულა და შესაძლოა თქვენი მაყურებლისთვის ერთ-ერთი კარგი კითხვა, რომლითაც შეიძლება დავიწყოთ, არის ის, თუ როგორ შეძლო ყოფილიყო. პრემიერ-მინისტრი ასე დიდხანს ევროკავშირის ქვეყანაში, დემოკრატიაში, რომელსაც კარგი ტრადიციები აქვს და გულისმობ ცხადია მე ამას გამარტივებულად ახსნი, მაგრამ ის რაც ორბანმა გააკეთა, საკმაოდ არაჩვეულებრივია უარყოფითი გაგებით. მან შექმნა ილუზია და ეს ილუზია ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ის შესანიშნავი მანიპულატორია და ასე რომ უნგრეთის ეკონომიკური მაჩვენებლები არ ყოფილა კარგი ამ 16 წლის განმავლობაში. იყო კარგი წლები, ან ვთქვათ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით კარგი წლები, მაგრამ ძირითადად ეს უფრო ცუდი იყო, ვიდრე მეზობელ პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. და დემოკრატია ამ პერიოდში მრავალი თვალსაზრისით გამოფიტული იყო. უპირველეს ყოვლისა 2010-ში, როცა ის ხელისუფლებაში მოვიდა, მან ბლიცკრიგი მოაწყო. ძალიან სწრაფად დაიკავა საკონსტიტუციო სასამართლო და ბევრი ინსტიტუტი და დაიწყო მედიის მონოპოლიზება. რა თქმა უნდა, ინტერნეტის ეპოქაში მედიის მონოპოლიზება არც ისე ადვილია, როგორც ვინმეს ეგონებოდა, მაგრამ მისთვის საკმარისი იყო იმ ადამიანების ხელში ჩაგდება ტელევიზიის საშუალებით, რომლებიც ალტერნატივებს არ ეძებდნენ. უნგრელები კი ზოგადად ძალიან კარგად არ ფლობენ ინგლისურს. არის ერები, სადაც ინგლისური ბევრად უფრო გავრცელებულია. და მაინც ინგლისურით რო იცოდნენ და ინტერნეტსაც რო უყურებდნენ, თუ ისინი უნგრულ ტელევიზიას საკმარისად უსმენენ, მან ფანტასტიკური, მაგრამ უარყოფითი სამუშაო გასწია ალტერნატიული რეალობის შექმნაში და ასევე ორბანმა შეცვალა საარჩევნო სისტემა, რათა მას უპირატესობა გამარჯვებულისთვის მიენიჭებინა. სხვათა შორის ამჯერად ამან მის წინააღმდეგ იმუშავა, მაგრამ 16 წლის განმავლობაში ეს მის სასარგებლოდ მუშაობდა, ან 12 წლის განმავლობაში, რა 2010 საარჩევნო რეგულაცია მისი შექმნილი არ იყო, თუმცა ის მაინც ძალიან კარგად ანიჭებდა უპირატესობას გამარჯვებულს. მოგვიანებით კი ეს უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა.
უნგრეთის საარჩევნო კოდექსში იყო ან ახლაც არის რაღაც გამარჯვებულის კომპენსაციის მსგავსი. ასე რომ თუ გაიმარჯვებ, იღებ დამატებით ადგილებს ან დამატებით ქულებს, რის საფუძველზეც დამატებით ადგილებს. ასე რომ ის კლავაც ასეთი შესანიშნავი манипуляტორია და ეს უნგრელები შედარებით იზოლირებულები იყვნენ. ისევ და ისევ, ძნელი დასაჯერებელია არა მხოლოდ ინტერნეტის ეპოქაში, არამედ იმის გათვალისწინებით, რომ უნგრეთი პატარა ქვეყანაა ევროპის გულში, მაგრამ მან მოახერხა ჩვენი განსაკუთრებული ენითა და მედიის მონოპოლიით შედარებითი იზოლაცია. ასევე იცით 2010-ში ის მოვიდა საშუალო კლასის პროგრამით. ის დაინტერესებულიც კი ივოს ვათაშოვი ქართული ლიბერტარიანული გადაწყვეტილებებით. არა ის რომ მან ისინი განახორციელა, მაგრამ იქ ასევე იყო სახელი დამავიწყდა სააკაშვილის ერთ-ერთი ბიჭი, რომელიც მას რჩევებს აძლევდა და ასე რომ ის საშუალო კლასის პროგრამით მოვიდა მაგალითად, მან რადიკალურად შეამცირა საშემოსავლო გადასახადი და ეს არის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი. ასე რომ მან გარკვეული რაღაცები გააკეთა და საშუალო კლასისთვის ითამაშა. მაგრამ შემდეგ, როდესაც ის წინ წავიდა, საშუალო კლასი იმედგაცრუებული დარჩა ამ საშინელი პოლიტიკით და მისი ამომრჩეველთა ბაზა გადავიდა. და თქვენთვის გასაკვირი არ იქნება იმის მოსმენა, რომ ორ ჯგუფზე, გარკვეულწილად გადამკვეთ ჯგუფებზე, ერთი მოხუცები, პენსიონერები, თუმცა უნგრულმა პენსიებმა რეალურად დაკარგეს ღირებულება, მაგრამ მან კვლავ შექმნა ეს პროპაგანდა, რომელმაც ეს რაღაცნაირად დაფარა და სოფლის მოსახლეობა, ასევე ბოშები. ასე რომ, იყო ეს ტყვე აუდიტორია. ასე რომ, ასე შეინარჩუნა მან ძალაუფლება. ყველა ეს რამ ერთად ხსნის ამას. და შემდეგ ასევე მისი 16 წლის დასაწყისიდანვე მან პოზიცია შეიცვალა. მანამდე ის პუტინისა და რუსეთის ძალიან მკაცრი კრიტიკოსი იყო, ასევე იმის, რაც მათ გააკეთეს უკრაინაში, მაგრამ 2009 წლის შემოდგომიდან ის შეხვდა პუტინს და იმ შეხვედრის შემდეგ მან მკვეთრი შემოგროვნება გააკეთა და ის მას შემდეგ სულ უფრო და უფრო ღრმად არის პუტინის კარზე. და ბოლო წლებში ის იყო არაჩვეულებრივად ჯირითებად რუსული ინტერესების გამტარებელი. ასე რომ, ეს არის ამ არჩევნების ფონი და რაც მოხდა. არის შემდეგი, ასე რომ, ბევრი მიზეზია, რის გამოც საშუალო კლასი ძალიან იმედგაცრუებულია და აქა-იქ იყო პროტესტები. და ის ძალიან დახელოვნებული იყო საპროტესტო აქციების ცეცხლის ჩაქრობაში. მაგრამ შემდეგ 2014 წელს რაღაც მოხდა. ადვოკატმა მისი Facebook-ის პროფილის სახელი არის სოფლის პროკურორი, ასე ეძახიან მას სოციალურ ქსელში. ჩვენ დანონდილებით არ ვიცით. ვინ არის? მან იურიდიულ ფაილებში გამოააშკარავა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო გადასცა ვიღაცას, ვინც ბავშვზე ძალადობისთვის იყო გასამართლებული. ამ ამბავმა უპირველეს ყოვლისა ოპოზიცია აღაფრთოვანა, საზოგადოებრივი აზრი აღელა. რადგან ბავშვზე ძალადობა ნამდვილად არ არის ისეთი რამ, რაც ასე რომ ეს მხოლოდ საშუალო ფენის საქმე არაა, ეს საერთო საქმეა, მაგრამ ასევე ერთი დღის შემდეგ რაც სკანდალი ატკდა პეტერ მაგიარმა, რომელიც უახლოეს დღეებში ჩვენი პრემიერ-მინისტრი გახდება, თუმცა მაშინ უცნობი პირი იყო. მან Facebook-ზე დაწერა, რომ ეს ხალხი ორი ქალის კაბას ამოფარებული იმალებაო. ერთი ქალი პრეზიდენტი იყო, მეორე კი პეტერ მაგიარის ყოფილი ცოლი, რომელიც იმ დროს იუსტიციის მინისტრი გახლდათ. იუსტიციის მინისტრი ილა და ფიდესის გავლენიანი წევრი. ის ახალ ევროპარლამენტში ფიდესის ფრაქციის ხელმძღვანელად იყო წარდგენილი. ასე პეტერ მაგიარი მისი ქმარი იყო, მაგრამ ისინი განქორწინდნენ.
ორბანმა ეს ორი ადამიანი გაათავისუფლა და მაშინ პეტერ მაგიარმა დაწერა, რომ ისინი ამ ორი ქალის კაბას არიან ამოფარებულებიო. კარგი, და მან ძალიან მალე 10,000-ობით მოწონება დააგროვა ამ პოსტზე. აი, ასე დაიწყო ყველაფერი. ასე დაიწყო და შემდეგ ეს 2024 წლის თებერვალში იყო. 15 მარტს კი, რომელიც ჩვენი უდიდესი ეროვნული დღესასწაულია, მას უზარმაზარი მართლა ახლაც კი ჟრუანტელი მიulis ამაზე საუბრისას. ეს ნამდვილი სასწაულია. ამ სასწაული, მაგრამ არა სასწაული. შეგვიძლია ამ კითხვას დაუბრუნდეთ. მაგრამ მან 15 მარტს გამართა მიტინგი, სადაც ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბა. მაგრამ ამავდროულად სამოქალაქო საზოგადოებასაც ბევრი ხალხი ყავდა. თუმცა ამჯერად რატომღაც ამ ორმა ერთმანეთი არ ჩააქრო. ისინი ერთმანეთს არ ეჯიბრებოდნენ. კარგი იყო, ასე რომ და შემდეგ ევროპარლამენტის არჩევნებზე მას უკვე ჰქონდა წარმატება და პრინციპში მან მუდმივად გაზარდა თავისი ამომრჩეველი. ასევე ძალიან საინტერესო იყო, როგორ მოხდა ეს. ასე რომ კრიტიკოსები იქ ინტელექტუალურ წრეებში, პოლიტიკაში, როგორც ამბობენ, და ასევე ძველ ოპოზიციაშიც. ასე რომ მას არ სურდა რაიმე საერთო ქონოდა ძველ ოპოზიციასთან და დღემდე მათ ძველ ოპოზიციასთან არაფერი გაუკეთებია. ის ფიდესის ისტებლიშმენტიდანაა. მან ფიდესისგან სარგებელი მიიღო. მაგრამ მას უბრალოდ არაფრის გაკეთება არ სურდა. მან თქვა, რომ ძველი ოპოზიცია ისეთივე კომპრომეტირებულია, როგორც ფიდესი. და მან თავისი მოძრაობა მთლიანად შიგნიდან შექმნა, არავისთან კოორდინაციის გარეშე. და ეს ძალიან კარგი იყო, რადგან ძველი ოპოზიცია ნამდვილად დისკრედიტირებული და კომპრომეტირებული იყო და ხალხს მათი უბრალოდ არ ჯეროდა. ძველი ოპოზიციის ნაწილი ფარულად ფიდესთან იყო, ნაწილი მხდალი იყო, ნაწილი კი რბილი. ასე რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო და არასოდეს შეხვედრია ვინმეს ძველი ოპოზიციიდან, რაც აღსანიშნავია. და ეს მისი წარმატების ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტი იყო. ახლა თავიდან მან მოიპოვა თავისი მზარდი მხარდამჭერთა ბაზა ძველი ოპოზიციიდან. შემდეგ ხალხი აკრიტიკებდა მას. ის ამბობს, რომ ფიდესის წინააღმდეგია, მაგრამ და ახლა, როცა ის ფიდეს წაართმევს ელექტორატს, ის მხოლოდ ჩვენ გვართმევს ელექტორატს. და დიდი ხნის განმავლობაში ეს მეტწილად, არა მთლიანად, მაგრამ მეტწილად სიმართლე იყო. ახლა გადავალ 12 აპრილის არჩევნების შედეგებზე. ფიდეს ბევრი ამორჩეველი არ დაუკარგავს. ასე რომ ფიდეს საუკეთესო მაჩვენებლით თითქმის 3 მილიონი ან შეიძლება 3 მილიონი ამომრჩეველი ყავდა. ახლა კი 2.3 ან 2.4 მილიონი ყავდა. საქმე ისაა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა არასოდეს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორც ახლა. არასოდეს. ასე რომ 80% ძალიან მაღალია ქვეყანაში, სადაც ბევრი ადამიანი საზღვარგარეთაა. ასე რომ ეს იყო უზარმაზარი მობილიზაცია. ასე რომ მას წაურთმევია ბევრი ფიდესისთვის, თქვათ. მან ფიდესის 15% წაიღო. ნუ ეს მაინც დიდი რიცხვია. არაფერს ბევრად სჯობს. არაფერს სჯობს 15. მაგრამ მან წაიღო ყველაფერი. მან მთლიანად გაანადგურა ძველი ოპოზიცია. ძველი პოლიტიკური პარტიებიდან პარლამენტში მხოლოდ ფაშისტური პარტია დარჩა, ფიდესისა და ტისას გარდა. ჩვენ გვყავს ფაშისტური პარტია. ამამ ნებამომეცით კითხოთ, როგორი იყო ამ ძველი ოპოზიციური პარტიების რეაქცია? ისინი უკიდურესად. როდესაც ისინი კმაყოფილები იყვნენ მაგიარის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებით? ისინი გაიყვნენ.
ახლა უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ძალიან სპეციფიკური ოპოზიციური პარტია, მას დემოკრატიული კოალიცია ჰქვია და მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. ორბანმა საკმაოდ წარმატებით მოახდინა ამ კაცის დემონიზება. ანუ მან შეძლო, რომ საზოგადოებაში ეს ადამიანი წარმოჩენილიყო უარყოფით კონტექსტში. დიურჩალია ყოფილი პრემიერ-მინისტრის სახელი და მაგრამ ამ 16 წლის განმავლობაში ორბანისთვის ძალიან მოსახერხებელი იყო მისი ყოლა, რადგან მან უზრუნველყო, რომ სხვა ოპოზიცია ვერ გაზრდილიყო. ეს ძალიან გავს ჩვენ სიტუაციას საქართველოში. და თქვენ იცით, თქვენ კარგად იცნობთ საქართველოს სიტუაციას, ასე რომ თქვენ შეიძლება დაინახოთ მსგავსება. დიახ, ასე რომ ორბანმა ეს ძალიან ოსტატურად გააკეთა დიურჩანთან მიმართებაში და ახლა მისი პარტია მან დიურჩანმა 1 წლის წინ პოლიტიკიდან წავიდა და მისი ადგილი მისმა მეუღლემ დაიკავა. გასაგებია. მისი ცოლი წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. ის თავად ჭკვიანი და წარმოსადეგია, მაგრამ მისი ბაბუა 1956 წელს უნგრელების წინააღმდეგ ხოცვა-ჟლეტის წამყვანი ფიგურა იყო. გასაგებია. მისი მეორე ბაბუა, მოიცადეთ, ცოტა მოიცადეთ. დიახ. მისი მეორე ბაბუა, მოიცადეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი მეორე ბაბუა, მოიცადეთ. ახლა დამავიწყდა, მამა იყო თუ ბაბუა, ბულგარელი კომუნისტი. ასე რომ მისი სახელია დობრევი. ეს არ არის უნგრული სახელი. დედამისი კი ცნობილი კომუნისტია, არა პოლიტიკური აქტორი, არამედ კულისებს მიღმა მოქმედი პირი, ასე რომ არა იდეოლოგიურად კომუნისტი, არამედ ნაწილი. ასე რომ ამ წარსულით პრინციპში ადამიანისაა, რომელმაც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. როგორც მისმა ბაბუამ და მას არასოდეს დამაჯერებლად არ მოუხდენია ბაბუისგან დისტანცირება. პლუს ეს დიურჩანი, ასე რომ ის ძალიან კრიტიკული იყო. მან ორბანის თამაში ითამაშა ამ საარჩევნო კამპანიაში და ხმების 1% დაასრულა. ასე რომ ეს აჩვენებს, რომ ის უბრალოდ არ არის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც მისი ყოფილი ქმარი, რადგან ისინი ახლა განქორწინდნენ კიდეც. და ის არ არის ისეთი შთამბეჭდავი. მე არ მიყვარს დიურჩანი, მაგრამ ხალხი მას შთამბეჭდავად მიიჩნევს, ამიტომ ვამბობ შთამბეჭდავს. და ასევე მან დაკარგა ნდობა იმით, რომ ბევრად უფრო მეტად უტევდა პეტერ მადიარს, ვიდრე ორბანს უტევდა. ახლა სხვა ოპოზიციური პარტია, რომელიც ნაკლებად ძლიერია, ახალგაზრდები. ისინი გამოეთიშნენ და უკვე რამდენიმე თვის წინ გამოეთიშნენ და მთელი ძალებით იბრძოდნენ გადამწყვეტი გამარჯვებისთვის. დისასი. და ისინი იყვნენ წარმოუდგენლად კარგები და ეფექტურები. ასე რომ იყო განსხვავებული დამოკიდებულებები და ასევე ელიტებში, ბუდაპეშტის ელიტებში ხალხი გაიყო. ზოგიერთი ადამიანი ჩემსავით, მაგრამ ბევრი ამბობდა, რომ ჩვენი ინტერესია, რომ ტისამ გაიმარჯოს და რაღაც მომენტში, რადგან პეტერ მადიარის კამპანია ისეთი გენიალური კამპანია იყო, 2/3-იანი უმრავლესობაც კი კონსტიტუციური უმრავლესობა ჩანდა. ახლა 2/3 არა ამომრჩევლების, არამედ დეპუტატების. ასე რომ მადიარ პეტერმა მიიღო დეპუტატების 71% ხმების 54%-ით იმ უსამართლო საარჩევნო სისტემის გამო, რომელიც ფიდესმა შექმნა. მაგრამ ჩვენთვის ახლა ეს იძლევა იმედს, რომ ის დაშლის, რადგან ორბანი ეს პოლიპს გავს. ორბანმა შექმნა უზარმაზარი სისტემა. სოციალურ-პოლიტიკური ყველგან, სოციალური ცხოვრების ყოველი წერტილი. მან კატასტროფა შექმნა. და ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ. და გამოსწორება არ არის მხოლოდ ახალი ლიდერის არჩევა. არავეთ ეს არის კანონმდებლობა, ეს არის ინსტიტუციური კორუფცია. ორბანმა ძირითადად შექმნა ის, რასაც ბალინტ მადიარი მაფიოზურ სახელმწიფოს უწოდებს. ასე რომ უნგრული ღრმა საშემცითო.
უნგრეთის სახელმწიფო არა მხოლოდ ღრმა სახელმწიფო, მთელი სახელმწიფო არის. პრინციპში ორბანის გარშემოა ორი ყველაზე მდიდარი უნგრელი მისი სიძე და ბავშვობის მეგობარია. და ამ ბავშვობის მეგობრის უკან ყველას გონია, რომ თავად ორბანი დგას და სარგებელს იღებს. ის მეგობარი კი ყველაზე მდიდარი უნგრელია. ასე რომ ორბანი სავარაუდოდ ევრომილიარდერი გახდა, მულტი. დასაგებია. ყველაფერი ჩემს სამეზობლოში, იქ ბუდაპეშტში არის ერთი სიმბოლური, დიდი სასტუმრო, მრგვალი სასტუმრო, წრიული ფორმის მრგვალი სასტუმრო. 60-იანი წლების ბოლოს აშენებული, იმ დროს ფენომენალური იყო და ასე შემდეგ. მისმა სიძე მიყიდა და ახლა რესტავრაციას უკეთებენ. ძალიან მეშინია რა მოხდება, რადგან თუ სასამართლო დავა დაიწყება, მშენებლობა გაჩერდება და ყველაფერი ასე დროებითია. ეს პირდაპირ ჩემს სამეზობლოშია, ამიტომ იქ ვერც პარკირებთ და ვერაფერი. მაგრამ ეს უბრალოდ სასაცილო ილუსტრაციაა. საქმე ისაა, რომ ასე რომ უნგრეთის ეკონომიკა ეფუძნება უცხოურ კომპანიებს, რომლებსაც ექსპორტი გააქვთ. უნგრეთის ექსპორტი ამის გამო დიდია და ასეა თავიდანვე. ეს იყო უნგრეთის მახასიათებელი. მაგრამ შემდეგ ყველაფერი, უძრავი ქონება, ტურიზმი, ყველაფერი დანარჩენი კონცენტრირდება ორბანის გარშემო. და ნება მომეცით ერთი მოკლა კითხვა დაგისვათ. რამდენადაც ვიცი, ამ 16 წლის განმავლობაში მან სრული კონტროლი დაამყარა ყველა ინსტიტუტზე. მართლა შესაძლებელია ამ სისტემის დაშლა და მისი გადატვირთვა და რა გაძლევთ იმის იმედს, რომ ეს მოხდება და საერთოდ შესაძლებელია? დიახ, ასე რომ ერთ-ერთი გზა, რომლითაც ის აკონტროლებს ამ ინსტიტუტებს, არის ის, რომ მას ჰქონდა კონსტიტუციური უმრავლესობა მთელი ამ 16 წლის განმავლობაში. ასე რომ ის ცვლიდა კონსტიტუციას თავისი სურვილისამებრ, ზოგჯერ ერთ ღამეში. ასე რომ ეს არასდროს ყოფილა პროცესი. მისმა პარტიამ წარადგინა საკონსტიტუციო ცვლილება და მათ ეს გააკეთეს. ამგვარად ის ფლობდა ყველა ინსტიტუტს, პრეზიდენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს, ეროვნულ ბანკს, სასამართლო ხელისუფლების მაღალ ეშელონებს, ტელევიზიას, რადიოს. არსებობს სახელმწიფო ფინანსური ზედამხედველობის ორგანო, ყველა მათგანს. მან შეცვალა წესები ისე, რომ ეს ხალხი 9 ან 7 წლით ინიშნება. ასე რომ თეორიულად მისი ხალხი იქ დიდხანს დარჩება. გარკვეულწილად, თუ მაგიარი გადამჭრელად არ იმოქმედებს, ისინი იქ დარჩებიან. მაგრამ მაგიარი ძალიან აგრესიულია. მან უკვე მოუწოდა ამ ხალხს ნებაყოფლობით გადადგომისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეცვლის რეგულაციებს და მათ მოხსნის. მას ეჭვი არ დაუტოვებია. ახლა შეგიძლიათ იკითხოთ, რა გარანტია, რომ ის თავად არ დანიშნავს? ზუსტად, სწორედ ესაა მთავარი. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. რატო არის ნაკლებად სავარაუდოა? უპირველეს ყოვლისა, არსებობს უზარმაზარი სოციალური მოძრაობა, სოციალური აქტივობა. საზოგადოების პოლიტიკური აქტივობა ამ ყველაფრის გამოსასწორებლად. ეს ერთი. მეორეც, თავად მაგიარი ძალიან კარგად აყალიბებს იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს. ეს გვაძლევს იმედს, რადგან ის ამას კარგად აყალიბებს და რაც აქამდე გაუკეთებია, ჯერ კიდევ მთავრობაში ყოფნამდე იყო უკომპრომისო რეფორმატორი. ეს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ასე არ მოხდება. მან ასევე დანიშნა ძალიან კარგი ახალი მთავრობა. ძველი მთავრობა ორბანის კლიენტები იყვნენ. ეს ხალხი თავიანთი საქმის ძალიან პატივსაცემი პროფესიონალები არიან. მაგრამ ასევე მართალია, რომ ისინი მაგიართან არიან 2024 წლიდან, როდესაც მან პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. ის ხალხი, ვინც მასთან ერთად დაიწყო ან მოგვიანებით შეუერთდა, მაგრამ ამ პერიოდში
ისინი მთავრობაში არიან დანიშნულნი, რაც კარგია. მაგრამ ასევე ძალიან კარგი ხალხია, ყველა მათგანი. ყველა მათგანი ძალიან სანდო ადამიანია. არის ერთი, რომლის შესახებაც უბრალოდ არ ვიცი, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრი. არ ვიცი. მე არ ვიცნობ იმ ადამიანს. მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც მან დანიშნა, მართლაც კარგია. რით განსხვავდება მადიარი ორბანისგან? გარდა იმისა, რაც ბერჯერ აღინიშნა, რომ ის ორბანის ახალგაზრდა ვერსია, უფრო პროდასავლური მიდგომით და ასე შემდეგ, მაგრამ უნგრეთის შიგნით მყოფი ხალხისთვის რისი შეთავაზება შეუძლია მას ისეთის, რაც ორბანს წლების წინაც კი არ შეეძლო? უპირველეს ყოვლისა, მე არასოდეს მithქვამს და არც ვიტყოდი, რომ ის არის ორბანის უკეთესი ვერსია. არა, არ გითქვამთ. ვგულისხმობ. ეს არის ის, რაც ჩვენ ვნახეთ კომენტარებში, X-ზე, Facebook-ზე ან პოლიტიკური კომენტატორებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებიც უნგრეთში არსებულ ვითარებას საზღვარგარეთიდან შორიდან აკვირდებიან. ამიტომ მინდა ვიცოდეთ თქვენი აზრი. ასე რომ, რაც მართალია, არის ის, რომ პეტერ მადიარი მემარჯვენე ცენტრისტი პოლიტიკოსია და ირონება. მაგრამ ორბანი არ იყო მემარჯვენე ცენტრისტი. მან გამოიყენა ისევ ბალინტ მადიარის მაფიოზურ სახელმწიფოს აქვს ამისთვის ძალიან სასარგებლო ტერმინი. ის არ არის იდეოლოგია. ის იყენებს იდეოლოგიას თავისი ძალაუფლებისკენ სწრაფვისთვის. მადიარის შემთხვევაში ეს არის ოჯახი, რომელსაც აქვს ძალიან ღრმა სანდო ფესვები მემარჯვენე ცენტრისტულ იდეებში. მისი ახლო ნათესავი უნგრეთის პრეზიდენტი იყო. ძალიან კეთილშობილი ადამიანი. მისი ბაბუა კომუნისტების დროს ტელევიზიით ძალიან პოპულარული იურიდიული ექსპერტი იყო და ძალიან საყვარელი ადამიანი, არა იდეოლოგიური, მაგრამ მას იმ დროსაც კი შეეძლო სამართლებრივი საკითხების ისე ახსნა, რომ უბრალო ხალხს გაეგო. ასე რომ ვფიქრობ, მისი მემარჯვენე ცენტრისტული ბრწამსი გულწრფელია, მაგრამ ის ასევე უსმენს ხალხისთვის, მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია, არ ვიცი მართალი იყო თუ არა, რომ ის აპირებს დანიშნოს კათოლიკე აქტივისტი. გამოცდილი პედაგოგი სწორედ ამიტომ დაინიშნა განათლების მინისტრად. ხო. ახლა კი Facebook-ის მომხმარებლები ამაზე აისტერიკდნენ, როგორ ჩვენ გვჭირდება არარელიგიური გასაგებია. საგანმანათლებლო გალემა და დიდი დებატები გაიმართა, რადგან ამ ქალს სინამდვილეში ძალიან სოლიდური გამოცდილება ჰქონდა. საფრანგეთში სწავლობდა, საერთაშორისო ჯილდოები ჰქონდა და ასე შემდეგ. ასე რომ მე არ ვფიქრობდი, რომ კრიტიკა სამართლიანი იყო, თუმცა მაგიარმა მოусმინა მათ და უკან დაიხია. ანუ არა უკან დაიხია. ხო. მან თქვა, რომ ეს ხალი ერთ-ერთი კანდიდატია და რამდენიმე დღის შემდეგ სხვა დანიშნა. და ის სხვათა შორის ამ ლიბერალურ საზოგადოებას ძალიან უყვარს. გასაგებია. ბიახ, და ასულ მას ასევე ძალიან შორსმჭვეტელი ხედვა აქვს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბოშები. სოციალურ საკითხებში თამის მრჩევლად ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი დანიშნა. ასე რომ ეს უბრალოდ ძალიან მისი დანიშნები ნამდვილად იცით მასაც ყველას გულის მოგებას ცდილობს. თავისი ამომრჩევის? არ გონია. იცით, რას მახსენებს მისი მოქმედება? უნგრეთს ოქროს ხანა ჰქონდა 1867 წლის ჰაბსბურგებთან შერიგების შემდეგ. ძირითადად იმ დროს 1867-ში შეიქმნა დუალური მონარქია, ავსტრია-უნგრეთის მონარქია.
ასე რომ ავსტრიელებმა უნგრელებს იმპერიის ერთობლივი მართვა შესთავაზეს. და ამის შემდეგ მეორე მსოფლიო ომამდე, რაც ნახევარი საუკუნეა, ყავდა ფანტასტიკური მთავრობა და ქვეყნის ფანტასტიკური განვითარება ჰქონდა. და მართლაც, რასაც მაგიარი აკეთებს, დიდწილად იმ მემკვიდრეობას მახსენებს. და ის ამას თავადაც ახსენებს. მან თქვა, რომ ეს იქნება დიდი პატივი და პასუხისგებლობა იჯდა იმ სავარძელში, იმ სკამზე, რომელზეც ბატიანი ლაიოში ან ლაიოშ ბატიანი იჯდა. ლაიოშ ბატიანი იყო უნგრეთის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი 1848 წლის რევოლუციის დროს. და იცით, მე ასე ვფიქრობ, რომ მართლა ღირს მას ნამდვილად უნდა მივცეთ შანსი, რომ მანაც შეძლოს და თავის შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს, რომ თავი დაამტკიცოს. რაც აქამდე გააკეთა, ჩვენც კი ყველაზე კრიტიკული ლიბერალები, უბრალოდ გაოცებულები ვართ. მაგრამ მას ჯერ ქვეყნის მართვა არ დაუწყია, ამიტომ არც გადაჭარბება მინდა. მაგრამ ჯერობით დიდი იმედი გვაქვს. და მას უნგრეთის ისტორიის ღრმა ცოდნა აქვს. ხალხის გულის მოსაგებად ისეთ რამეს აკეთებს, რაც ხალხმა შეიძლება არც კი იცოდეს. და ის ასევე მაგალითად ბრიუსელში ჩალიდა მოსალაპარაკებლად. ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რადგან ევროკავშირმა დაფინანსება გატინა უნგრეთისთვის კანონის უზენაესობის დეფიციტის გამო. და რა თქმა უნდა, მას ძალიან სურს ამ სახსრების გამბლოკვა. ასე რომ, ის უკვე იყო ბრიუსელში ურსულასთან მოსალაპარაკებლად და იცით რა გააკეთა? მან 15 წუთიანი ვიდეო გადაიღო ბრიუსელის დასათვალიერებლად, რადგან ადრე უნგრეთის საელჩოში მუშაობდა, ან დელეგაციაში იქ ბრიუსელში. და ეს იყო ძალიან პერსონალური და ასეთი თბილი შესავალი. ძალიან პერსონალური იყო, მართლა ძალიან სასიამოვნო. მე მაგიცით პირად დონეზე იცით, თქვენ ალბათ იცით. ის არ არის ისეთი ადამიანი, ვისთანაც მაშინვე საუბრის დაწყებას მოვისურვებდი. მაგრამ ჯერ ერთი იმიტომ, რომ რაც მან გააკეთა ფანტასტიკურია და მეორე ამგვარი ჟესტები და უნგრეთის ისტორიის, პოლიტიკის და ინის ღრმა გაგება თუ რა არის გასაკეთებელი. ფიქრობ, კარგია რომ გქონდეს იმედი და ნდობა. და თუ გაამართლებს, კარგია, თუ არა და მაშინ გავაკრიტიკებთ. მას. კითხვა დაგისათ? თქვენ ბრიუსელი ახსენეთ. აჰა. ჩვენ გვახსოვს სუვერენიტეტის დაცვის ეს ნარატივი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ნარატივი იყო, ვიქტორ ორბანის მიერ წამოწყებული. იყო ეს ვიქტორ ორბანის სტრატეგიული პოლიტიკური განზრახვა, როგორც წარმატებული პროპაგანდა, თუ ეს მართლაც ხალხისგან წამოსული ავთენტური ეროვნული საკითხი იყო და როგორ შეიცვლება ან დარჩება ის უნგრეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში მას შემდეგ, რაც მაგიარი. პრემიერ-მინისტრის პოზიცია თავის გუნდთან ერთად. ძალიან კარგი კითხვაა ეგ. კარგი კითხვები გაქვს, ეს კარგია. ის ასე რომ ეს ნამდვილი უნგრული ამბავი იყო? ნახეთ, ორბანმა შექმნა ძალიან ქარიზმატულ ლიდერებს, კარგებს თუ ცუდებს შეუძლიათ შექმნან არა მხოლოდ საკუთარი იმპულსი, არამედ ისიც, რაც გარეშე პირებისთვის ჩანს როგორც ეროვნული მახასიათებლებია. და ორბანმა მოახდინა უნგრელების მანიპულირება ამ ისე ჩვენ არასდროს გამხდარვართ საბოლოოდ პრორუსულები. როდესაც ეს კვლევები ევროსტატი ატარებს ამ კვლევებს ევროპულ იდენტიფიკაციაზე, უნგრეთი ყოველთვის მოწინავეა სხვადასხვა. მაგრამ რაღაცნაირად ანუ ეს უფრო ბრიუსელისა და ევროკავშირის ანტიბიუროკრატია იყო. და არა ის, რაც ხდება საქართველოში, მაგალითად. საქართველოში ზოგიერთი ადამიანისთვის, როგორც იცით, სუვერენიტეტის დაცვა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაცვას დასავლური გავლენისგან.
დიახ. ვიდრე ევროკავშირის რაღაც ბიუროკრატიისა და რეგულაციებისგან. ასე რომ, აქ მსგავსი სიტუაცია არ არის, მაგრამ მე უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა, წმინდა უნგრული პერსპექტივა. რა იყო ამ ნარატივის პოპულარობის მიზეზი თქვენს ქვეყანაში? და არა მხოლოდ თქვენს ქვეყანაში, ჩვენ იგივეს ვხედავთ ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ასე რომ უნგრელები ისტორიულად ანტირუსულები არიან. არა ისე როგორც პოლონელები ან ესტონელები, მაგრამ თითქმის. ასე რომ ჩვენ ისტორიულად ანტირუსულები ვართ. და სხვათა შორის გლობსეკი ატარებს ყველა ამ შედარებით კვლევას და ჩვენ მაინც ბევრად ნაკლებად პრორუსულები ვართ ვიდრე სლოვაკები. ბევრად ნაკლებად. ასე რომ ჩვენ თავიდანვე ანტირუსულები ვართ, მაგრამ ბოლო წლებში ეს პრორუსული პროპაგანდა ტელევიზიიდან მოდიოდა და ხალხის ნაწილი შეიცვალა. ხალხის ნაწილი არ გამხდარა პრორუსული, მაგრამ მაინც დაიჯერა ეს ანტიუკრაინული ნარატივი, ხო იცით? ასე რომ ეს ეფექტური იყო, არა 100%-ით, მაგრამ გარკვეულწილად ეფექტური იყო. მაგრამ იცით, უნგრელები ევროპის შუაგულში არიან. ჩვენ გვაქვს შენგენი, შეგვიძლია წავიდეთ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს და 2 საათი მართავ და სხვა ქვეყანაში ხარ, ან 1 საათი. ასე რომ ჩვენ გვინდა ევროპა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი. როდესაც ორბანის საბოლოო დამარცხების მიზეზებს ვახსენებდი, შეიძლება ეს არ მithქვავს, ეს პრორუსული პროპაგანდა. და წინასაარჩევნო კამპანიის ბოლოს ალბათ უცხო ქვეყნების დახმარებით მოხდა გაჟონვა. 2 გაჟონვა. ერთი ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი სიარტო კბილი საუბარი ლავროვთან და ეს საზოგადოებამ კარგად არ მიიღო. და შემდეგ ასევე გაჟონა ორბანის პუტინთან საუბრის ჩანაწერმა და ესეც ძალიან ცუდი იყო, ძალიან ცუდი. მან თავის შესახებ თქვა, რომ საკუთარი თავი პატარა, უმწეოდ აქვს შეადარა. ლომთან შედარებით ეს ძალიან ცუდია. უნგრელებისთვის ასე არ იქცევიან. მაგრამ არის კიდევ ერთი დიდი განსხვავება და ამ საკითხში მეტწილად თქვენგან მივიღე ინფორმაცია, რომ უნგრელები არ არიან რელიგიურები. პლუს ჩვენი რელიგია არ არის მართლმადიდებლობა, ჩვენ კათოლიკეები ვართ. კათოლიკური და რეფორმისტული, მაგრამ ორივე დასავლური რელიგიაა. მაგრამ ჩვენ არ ვართ რელიგიურები. ევროპაში 2 ყველაზე ნაკლებად რელიგიური საზოგადოება ჩეხები და ჩვენ ვართ. ასე რომ რელიგიის მეშვეობით გავლენა არ ყოფილა. მაშინ როცა საქართველოში დიდი გავლენაა პრორუსული გავლენა რელიგიის მეშვეობით. ასე რომ მას შეეძლო საზოგადოების ნახევარი ანტიუკრაინულად განეცხო. ასეთი სულელური ზღაპრით, რომ ისინი ჩვენ შვილებს დახოცავენ, ვგულისხმობ ყველაზე აბსურდულ რამეს, რასაც ისინი გრძნობენ. მაგრამ ესეც იმდენად აბსურდული იყო, რომ საზოგადოების მეორე ნახევარი მათ ნამდვილად ზურგი აქცია. ასე რომ ჰო, დიახ, რა თქმა უნდა, კი ბატონო, გეთანხმებით. გიპასუხეთ? დიახ. უკვე დამავიწყდა რა იყო კითხვა. კიდევ ერთი კითხვა. მაინტერესებს, როგორია საშუალო ფენისა და რიგითი ადამიანების მოლოდინები უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მიმართ და როგორია ახალი პრემიერ-მინისტრის გეგმა უნგრეთის ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ეს არის ის, რაც ვფიქრობ, იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ჩვენი საუბრის დასაწყისში ვახსენე, რაც შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი უკმაყოფილების ამჟამინდელი, უკვე წინამთავრობის მიმართ, არა? მაშ, როგორია მათი მოლოდინები და იმედები? ქვეყნის შიგნით ეკონომიკურ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით? ასე რომ, მართლაც ეკონომიკური მდგომარეობა და ინფლაციაც კი შედარებით მაღალი იყო, ხოლო ეკონომიკური ზრდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან დუნე ან უარყოფითი იყო. და კორუფციაც? კორუფცია. ასევე ახდენდა გავლენას, ვარაუდობ. დიახ. ასე რომ, ბოლო საარჩევნო კამპანიაში კორუფციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასევე პეტერ მაღიარმა გამოიყენა ეს მაფიოზური სახელმწიფოს ენა
და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ნიშნავს სისტემურ კრიტიკას. ეს არ არის მხოლოდ ვიქტორ ორბანის კრიტიკა. ეს არის მისიც, მაგრამ მთელი სისტემის კრიტიკა. რას ეილიან ეკონომიკისგან უპირველეს ჰოვისა, ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, მაგრამ არა ტრაგიკული. ასე რომ, როდესაც ის აირჩიეს, უნგრული ფორინტის კურსი ევროსთან მიმართებაში 394-დან 364-მდე ჩამოვიდა. და ახლა ამ ნიშნულზე ნაჩვენება. ასე რომ, ეს არის უნგრული ვალუტის 10%-ით ან თითქმის 10%-ით გაუმჯობესება. ეს ძალიან დიდია და 12 აპრილიდან ასე ნარჩუნდება. ასე რომ უკვე 3 კვირაა თითქმის. 4. ასე რომ ეს კარგია. ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია, მაგრამ არ ფიქრობ, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური კრიზისია. ეს უბრალოდ ძალიან დეპრესიული ეკონომიკაა. თუ ის შეძლებს ქვეყანაში შემოიტანოს, საუბრობთ, ფიქრობ 17 მილიარდ ევროზე მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ასე რომ, უნგრეთისთვის ეს მნიშვნელოვანი თანხაა. ეს ალბათ იქნება 4-5%-იანი სტიმული. ან ფინანსური სტიმული ჩვენს ფლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანია. მეორე ის არის, რომ მის მიერ ეკონომიკის მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის შერჩევა ძალიან კარგია და რასაც შეგვიძლია ველოდოთ, არის პირველ რიგში მაკროეკონომიკური ბალანსი, მაგრამ ასევე მკვეთრი შემოbrunება მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისკენ. მხარდაჭერა არა აუცილებლად ფულით, არამედ ორბანის პერიოდში ორბანის ზვიგენები თავს ესხმოდნენ წარმატებულ ბიზნესებს და ბევრ მათგანს ეუფლებოდნენ. ვერ გეტყვით რა პროცენტი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო. და მჯერა რომ ახლა ეს აღარ მოხდება. ახლა რომ მომხდარიყო, იმედგაცრუება უზარმაზარი იქნებოდა. ასე რომ ეს არ მოხდება. და ეს თავისთავად წაახალისებს ხალხს ინვესტირებისკენ. და ეს უკვე დაგროვილი. მოთხოვნაა. ასე რომ ფიქრობ, ეკონომიკური ზრდის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება. და ეს მეტნაკლებად ისაა, რასაც ხალხი ელოდება. არა, სხვა რამის. და ვფიქრობ, რომ ეკონომიკაში მოლოდინები რეალისტურია და სხვათა შორის ეკონომიკის მინისტრობის არც ერთ მის კანდიდატს არ აქვს გადაჭარბებული მოლოდინები. ან თუ აქვთ, მხოლოდ მცირე დოზით. რაც პოლიტიკის თვალსაზრისით პრობლემას არ შექმნის. კარგ ეკონომიკურ პოლიტიკას ველოდები. და რომ უნგრეთში ეკონომიკური ზრდა განახლდება, ძლიერი ეკონომიკური ზრდაც კი. თუნებას დამშთავთ, ჩემი ბოლო კითხვა ქართული პერსპექტივიდან იქნება. უნგრულ პოლიტიკაში ყოფნისას შეიძლება საქართველოში არსებული ვითარების დეტალებს კარგად არ იცნობდეთ, მაგრამ ზოგადად ბევრი მსგავსება გვაქვს უნდობლობა ოპოზიციის მთავარი ოპოზიციური პარტიების მიმართ. ჩვენი ამჟამინდელი მთავრობა კი უკვე 14 წელია, რაც ხელისუფლებაშია. ამჟამინდელი მმართველი პარტია. ასე რომ, ბევრი რამა, სუვერენიტეტის დაცვის ეს ნარატივი რაღაც ახალია, მაგრამ არა. ის აქაც მუშაობს. ასე რომ, ბოლო არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს წარმატება არ ქონიათ მრავალი მიზეზის გამო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემები იყო. არჩევნების ადმინისტრირებაში ან კანონმდებლობაში, არამედ ოპოზიციური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობის გამოც ჩვენ წარმატებას ვერ მივახციეთ. ასე რომ, რა იქნება თქვენი რჩევა უნგრული პერსპექტივიდან? საქართველოში ბევრი დისკუსია იყო მას შემდეგ, რაც მაგიარმა არჩევნები მოიგო, რომ აი ეს უნდა გაგვეკეთებინა. ყველა სოფელში უნდა ჩავსულიყავით, როგორც მან გააკეთა, რაც პირადად მე არ მგონია, რომ შესაძლებელია.
ერთი ადამიანისთვის ან თუნდაც ერთი პარტიისთვის, რომ ყველა სოფელში ჩავიდეს. ჩემთვის ეს უფრო PR კამპანიაა, ვიდრე რეალობა, რადგან ნამდვილად არ მჯერა, რომ ვინმე შეუძლია ყველა სოფელში ჩავიდეს თავისი კამპანიის დროს. მაგრამ მაინც, რაიმე რჩევა თქვენგან იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს ცვლილებების ნახვა უახლოეს მომავალში საქართველოში. რა შეგვიძლია ვისესხოთ? უნგრული გამოცდილებიდან და სწორედ გავაკეთოთ ჩვენს ქვეყანაში, რომ არჩევნები მოვიგოთ და შევცვალოთ ამჟამინდელი მთავრობა? ასე რომ, ამ უპირველეს ყოვლისა, ყველა სოფელში ჩასვლასთან დაკავშირებით. მე ეს არ მიხსენებია და ალბათ ბევრი რამ არ მიხსენებია. ასე რომ, პეტერ მაგიარს ქვეყნის მასშტაბით 3 დიდი ტურნე ჰქონდა. მან 700 დასახლება მოინახულა, დიდი და პატარა და ეს ცოტათი გავდა მესიის მოსვლას. ასე რომ რაღაცნაირად მან შექმნა ეს. მან შექმნა ეს აურა, ეს მოლოდინი. და ასევე საინტერესო კითხვაა, როგორ გააკეთა მან ეს. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, მისი შესავალი გამოსვლა 2024 წლის 15 მარტს დიდი წარმატება იყო. ჩემთვის დღემდე გამოცანა, როგორ შეძლო ეს პოლიტიკაში სრულიად დამწყება ადამიანმა. მაგრამ მან ეს შეძლო. მერე ვგულისხმობ, ის გარკვეულწილად პოლიტიკური გენიოსია. მან რაღაცნაირად იგრძნო, რომ საჭირო იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით სიარული. და ის წავიდა და სულ უფრო მეტად, ეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თითქოს იესო დადიოდა, ვგულისხმობ, მზარდი ხალხმრავლობა. ასე რომ, ბოლოს ყველა ქალაქში, ყველა მთავარ მოედანზე გადიოდა მის მოსასმენად. და 3 ტური იყო, ერთ-ერთი ფეხით სიარულის ტური იყო. ის ფეხით დადიოდა და ის ფეხითაც კი მივიდა. არა, შეიძლება არა იქ, რადგან რუმინეთში უნგრული უმცირესობები გვყავს. რა თქმა უნდა, ის იყო კლუშში, კოლოჟვარში, რომელიც სიდიდით მეორე ქალაქი იქნებოდა უნგრეთში რომ ყოფილიყო. და იქ დიდი ხალხმრავლობა დახვდა. ასე რომ, იცით, რისი თქმაც მე მინდა ახლა არის ის, რომ ეს ამბავი, რომ ის დადიოდა სხვადასხვა დასახლებებში, პატარებსა თუ დიდებში, ხო? ყველგან და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის. და ის წავიდა. გულისხმობ, ისევ შემიძლია ცოტათი გავიმეორო. ეს ვიცი რომ საეჭვო სათქმელია, მაგრამ მაინც წარმოიდგინეთ, როგორც იესო, მაგრამ არ ვამბობ რომ ის იესოა, მაგრამ მესმის, ხვდები. გესმით რა არის, რომ ის იქ გაშლილი ხელებით მივიდა. და ის საუბრობდა ძალიან მარტივი. სხვათა შორის, მან ამ 2 წლის განმავლობაში მეტყველებაც საოცრად გააუმჯობესა. მაგრამ ის უნგრულ ენაზე საუბრობდა იმაზე, ის სხვათა შორის სულ უფრო რადიკალური ხდებოდა. თავიდან ის არ იყო რადიკალური. მან დააგმო ეს ამბავი, რომ მაგრამ მან მოახდინა ესკალაცია. ეს ძალიან საინტერესოა. მან მოახდინა ესკალაცია და მოახდინა ესკალაცია რითმისა და დროის საოცარი შეგრძნებით. ახლა, მაგრამ რა შეგვიძლია გამოვიტანოთ მისი წარმატებიდან საქართველოსთვის? იმედს გაგიცრუებთ, მაგრამ პასუხი არ მაქვს. უპირველეს ყოვლისა, ეს მართლა ძალიან კონტექსტუალურია. ასე რომ, ნებისმიერი ვინც ამტკიცებს, რომ მივალ და ვიქადაგებ, რა უნდა გაკეთდეს, სერიოზული არ არის. თქვენ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გაქვთ ენა, რომლის გაგებაც არ არის ადვილი უცხოელისთვის. თქვენ საზოგადოებას თავისი სიმდიდრე აქვს. რასაც ვერ შევაფასებ, რადგან არ ვიცი. ასე რომ, რისი თქმაც შემიძლია ეკა, შემდეგია. არც ერთი. ნეგატიური სასწაული არ გრძელდება მარადიულად. თქვენ ამბობთ, რომ იანუკოვიჩი გატყდა. თქვენ ნახეთ?
პლახოტნიუკი, მასზე ახლახან დავწერე სტატია. გატყდა და მას 19 წლით პატიმრობა მიესაჯა. თქვენ ნახეთ ახლა ორბანი, თქვენ ნახეთ. სომხების ცვლილება ოლიგარქიული სისტემიდან ბევრად უფრო რეალისტურ და ბევრად უფრო პროევროპულ სისტემაზე. მართლა ძალიან გაკვირვებული ვიყავი სინამდვილეში, რომ ივანიშვილი ასეთი იყო? ოსტატური აღმოჩნდა საქართველოში პოლიტიკის ხელში ჩაგდებაში, მაგრამ არ მგონია ეს სამუდამოდ გაგრძელდეს. და იცით, ორბანის მსგავსი მმართველობა 16 წელი გაგრძელდა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს მაქსიმუმია, მაგრამ ეს ასევე გარკვეული მინიშნებაა. იმაზე, რომ ორბანს მართლაც აბსოლუტური ძალაუფლება ჰქონდა. და კარგი, თქვენ საზოგადოებას ნამდვილად ააქცევს სირთულე, ანუ ეს პრობლემა, რომელიც ხშირად გვხვდება. მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით, რომელიც მხარს უჭერს ამ პრორუსულ დღის წესრიგს, თუნდაც მხოლოდ ირიბი ფორმით, მაგრამ თქვენ ასევე გყავთ ძალიან დახვეწილი ურბანული საშუალო ფენა. ეს ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. მნიშვნელოვანი იქნება უნარიანი ლიდერის ყოლა და რა თქმა უნდა, სააკაშვილის ჩრდილი. ეხმარება ივანიშვილს. ეს უნდა ვთქვათ და თქვენ ამაზე მიანიშნეთ. ასე რომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ მიშა არ დაბრუნდეს პოლიტიკაში და მისმა დაჟინებულმა სურვილმა დაბრუნებულიყო წარსულში ქართულ საზოგადოებას ბევრი დაუჯდა. ასე რომ უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ვინმე ახალგაზრდა თაობიდან შეძლებს ამას. მაგრამ შემიძლია გითხრათ თუ რა მაგიარის მახასიათებლები იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ის მამაცია. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ რეაგირებას მოახდენდა ორბანი ამ ფენომენზე. ცოტათი ვღელავდი მის უსაფრთხოებაზე. მეორე ის არის, რომ ის უკიდურესად შრომის მოყვარეა. ასე რომ ამ 2 წელიწადში, 2 წელიწადზე ცოტა მეტში, ის წარმოუდგენლად თავდაუზოგავად მუშაობდა. ყოველდღე მართლა 16 საათი და ასე რომ ეს იყო უბრალოდ მას შვილები ყავს, ვაჟები და ხანდახან მათთან ატარებდა დროს, მაგრამ გარდა ამისა, ის მთლიანად 100%-ით ამას მიეძღვნა. ამ საქმის. ასე რომ ნამდვილად ასეთი აკვიატებული თავდადება და პოლიტიკური უნარები საზოგადოებრივ ცხოვრებაში განსაკუთრებით და უაღრესად მნიშვნელოვანია. ფიქრობ, გაგვიმართლა, რადგან შეიძლება ვცდებოდე ეკა, მაგრამ კარგი მოლოდინები მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას აპირებს ის ამ ძალაუფლებით. არ ვფიქრობ, რომ ის ანგელოზია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მას აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა გახდის უნგრეთს წარმატებულს, იცით, აყვავებულს. და ვფიქრობ, რომ ის ამას მიყვება, რა თქმა უნდა, ძალაუფლება რღვნის, ვიცით, ძალაუფლება ამახინჯებს პიროვნებებს, მაგრამ რა დონეზე? ესეც მნიშვნელოვანი კითხვაა და იმედი მაქვს, რომ ის ბევრ კარგ რამეს გააკეთებს ქვეყნისთვის. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. ოდიში რომ არ მოგეცით რეცეპტი იმისა თუ რა? არა, ეს არის რეცეპტია, მაგრამ ვენდობი თქვენებს. სიმართლე გითხრათ, ეს არის რეცეპტი, რადგან დიახ, ის მახასიათებლები, რომლებიც პიტერ მადიარზე ახსენეთ, არის ის, რაც ვფიქრობ, რომ აქ გვაკლია. ხშირად. მაგრამ თქვენ წარმატებას მიაღწევთ, ჩვენ დავსხდებით. ერთად ვიხოთ, ჰოლ. მეც ასე მჯერა. ასე რომ, დიახ, დიდი მადლობა. გმადლობთ, რომ ამდენი დრო დაგვიჭმეთ. გმადლობთ ეგა. საუკეთესო გისურვებთ თქვენს აუდიტორიას. და დიახ, მეც იმედი მაქვს, რომ ოდესმე საქართველოში გნახავთ, რადგან ვიცი, რომ აქ ბევრჯერ ყოფილ ხართ და იცნობთ ქვეყანას. და კარგი იქნება თქვენი აქ კვლავ ნახვა. დიდი მადლობა. წარმატებები უნგრეთს, წარმატებები თქვენს ხალხს და კიდევ ერთხელ გმადლობთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ვინც იყავით ჩვენთან ერთად. რა თქმა უნდა, ყველა კითხვის დასმა ვერ მოვახერხე
რაც მაინტერესებდა, თუმცა ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში ბატონი კალმანი ისევ იქნება ჩვენი სტუმარი და შევძლებთ უკვე მას შემდეგ, რაც პიტერ მადიარი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის პოზიციას და შეუდგება უნგრეთის პოლიტიკის წარმართვას მის გუნდთან ერთად, უკვე შევძლებთ თვალი ვადევნოთ, რამდენად წარმატებული იქნება ის და რამდენად გაუმართლებს იმედებს უნგრელ ხალხს, ასევე რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს უკვე მთლიან რეგიონზე. ინტერესით დავაკვირდებთ. მადლობა, ვინც იყავით ჩვენთან ერთად. დაგვიტევეთ კომენტარები YouTube-ზე და Facebook-ზე, არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხები და გვიყურეთ ხოლმე საღამოობით თავისუფალ ბაზარში. დროებით. Bye.